რუსეთმა ქართველი მძღოლების დაჯერიმება და დეპორტაცია დაიწყო. საბაბად კი სავიზო რეჟიმის დარღვევა სახელდება. საქმე ისაა, რომ მოსკოვის გადაწყვეტილებით ქვეყნის ტერიტორიაზე უვიზოდ ყოფნის ვადა 180-დან 90 დღემდე შემცირდა. საზღვარზე რიგების გამო კი მძღოლებს ეს ლიმიტი მალე ეწურებათ. გადამზიდავები შიშობენ, რომ თუ კი პრობლემა არ მოგვარდა, დეპორტაცია მასობრივ სახეს მიიღებს. ამ მოთხოვნით მძღოლებმა დღეს აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან გამართეს. საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაალაგოს რუსეთის ფედერაციასთან ეს ვადები გაგვიგზელოს, მეტი არაფერი. თხოვნით მივმართავ, რომ დაგვიდგეს გვერდში. ხაგერ არის დეპორტირებული ადამიანი 4-5 კაცი, კიდე ბევრი არიან დეპორტირებული უკვე იმის გამო, რომ გადაცილება აქვს დღეების. 10 დღე რო ვიდექი იქ სანამ ელექტრონული ოჩერედი მომიწია. დავიძარი თუ არა, წამოვედი რედანის პოჩი რო ჩამოვედი, რიგი იდგა, ყველა მანქანებს იჭერდნენ, ამოწმებდნენ. ჩემი საბუთები რო შეამოწმეს, ეგრევე დაეწერა როზვისკი წითლად. საქართველოს მოქალაქეებისგან განსხვავებით რუს გადამზიდველებს საქართველოში ყოფნა 365 დღის განმავლობაში შეუძლიათ, რაც მათ უპირატეს მდგომარეობაში აყენებს. შესაბამისად, თუ კი ამ ბაზარს ქართველები იძულებით ჩამოშორდებიან, მათ ადგილს პირველ რიგში სწორედ რუსები დაიკავებენ. მძღოლები თანაბარ პირობებში ჩაყენებას მოითხოვენ. სავარია რუს მძღოლებს არავითარი პრობლემა არ აქვს. იმას აქვს ერთი წელი. რატო უნდა ქონდეს ვერ გავიგე, ის ჩემზე მეტი რითი არის. და მე ოჯახს ვარჩენ და ის რუსიც ხო დაუჭოთ. ჩვენ პრობლემა არ აქვს იმ მძღოლთან, მაგრამ ვიღაცასთან ხო გვაქვს ის პრობლემა და რატო შეგიგონა ჩვენ? აი ეს გავარკვიო და დაგვეხმაროთ ის თავრობა. მიყავდათ პირდაპირ სადგომიდან ბიჭები და მოდიოდნენ დეპორტებით ყურებს ჩამოღრა. ესე ხო არ შეიძლება გასო. უნდა გაგვაფრთხილოს, ან აღარ გაგვიშვოს, რო გაგვატარა. მე მოდის ესე პირდაპირ და გეუბნება რომ 5 წელი რა გავაკეთოთ? ან რითი ვარჩინოთ ჩვენი ოჯახი, ან საერთოდ მარტო ჩვენ ხო არა? ზემო ლარსი რუსეთისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სახმელეთო არტერიად იქცა. 2024 წელს სწორედ ამ გამშვებამ პუნქტმა გაატარა ყველაზე მეტი სატვირთო ტრანსპორტი რუსეთის მიმართულებით. ვინაიდან მოსკოვი ამ გზით დაინტერესებულია, წესით ეს საქართველოსთვის ბერკეტი უნდა იყოს. უკეთ დაიცვას საკუთარი მოქალაქეების ეკონომიკური ინტერესები. საერთაშორისო გადაზიდვები ძალიან დიდი კითხვის ქვის ნიშნის ქვეშ დგება. ამას მოსდევს სოციალური საკითხი, რომ ყველას აი ამ გადამზიდავებს, ამ მძღოლებს ყველას აქვს საბანკო პასუხისგებლობა, მოხდება მძღოლების გადინება საქართველოსთან, ისედაც დასაქმების პრობლემის წინაშე მდგომი ქვეყანა აღმოჩნდება კიდევ ერთი დამატებითი კოლაფსის წინაშე. ამიტომაც ჩვენ შევიკრიფეთ, რომ გარკვეულწილად ჩვენი პრობლემები საგარეო საქმეთა სამინისტროში გავაჟღეროთ. რუსეთმა დეპორტაციის მექანიზმი უკვე ფართოდ დაამოქმედა მძღოლებზე შუა აზიის ქვეყნებიდან. მიუხედავად იმისა, რომ ეს სახელმწიფოები ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრები არიან, ბევრ მძღოლს ქვეყანაში შესვლაზე 5 წლიანი აკრძალვა დაუწესეს. რუსეთის ამ ქცევამ შუა აზიის ქვეყნებში უკმაყოფილების ისეთი ტალღა გამოიწვია, რომ ეკონომიკური კავშირის დატოვების მოწოდებებიც კი გაისმა. რუსეთი რომ არასანდო პარტნიორია და მასზე ეკონომიკური გათვლების გაკეთება არ შეიძლება, ამ ქცევით კიდევ ერთხელ დასტურდება. ბოლო 10 წლეულის ტრენდს თუ გადავხედავთ, მცირდება ქართველი გადამზიდავის როლი მთლიანად რეგიონში, ევროკავშირის ქვეყნებში და იზრდება რუსეთთან მიმართებაში. აქედან გამომდინარე ეს პოლიტიკა, რომელიც აირჩია ქართულმა ოცნებამ და ივანიშვილის რეჟიმმა არის დამანგრეველი არა მხოლოდ სახელმწიფოებრივად, ასევე ბიზნესისთვისაც, იმიტომ რომ ბიზნესი შექმნილი რეალობიდან გამომდინარე ხდება დამოკიდებული რუსულ ბაზარზე და რუსეთი, ამ შემთხვევაში პუტინის ტერორისტული რეჟიმი მუდმივად იყენებს ამას პირადი ინტერესების გასატარებლად. მძღოლებთან გამართული მოკლე შეხვედრის შემდეგ გაირკვა, რომ პრობლემის შესახებ, რომელიც უკვე რამდენიმე კვირაა სახეზეა და საქართველოს ათასობით მოქალაქეს ეხება, საგარეო უწყებაში არც კი იცოდნენ. ახლა მძღოლებმა მოთხოვნები წერილობით უნდა ჩამოაყალიბონ და 2 დღეში უკან დაბრუნდნენ. თავიანთ პრობლემების მოგვარებას. როგორ ვაპირებ? ნახავთ. ქართულ ოცნებაში არც კი უშვებენ, რომ საკუთარი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად სავიზო რეჟიმის შეცვალო და რუსეთის მოქალაქეებიც ანალოგიურ პირობებში ჩააყენონ. პარტიაში, რომლის პოლიტიკამაც საქართველო რუსეთის ეკონომიკურ დანამატად აქცია, კონკრეტული ადამიანების პრობლემაზე დასმულ კითხვას სპეკულაციას უწოდებენ. რა გინდათ რომ გაკეთდა სამემართულებელი? ნახეთ, გეტყვით. არა, რას შეთავაზებდით ხელისუფლებას? რუსეთმა ისე ინდივიდუალურად მიიღო რაღაცა გადაწყვეტილება, იმაზე გინდათ რომ ჩვენ რა ვქნათ ახლა დავრეკოთ რუსეთში დიპლომატიური ურთიერთობები აღვადგინოთ თუ რა გავაკეთოთ? ეს კითხვა არის აბსოლუტურად სპეკულაციური, აბსოლუტურად სპეკულაციური და თითიდან გამოწვეული კითხვა.
სავიზო რეჟიმის გაუქმებით რუსეთმა ქართულ ბიზნეს აქტორებს გზა გაუხსნა, რამაც ქვეყნის ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების მასშტაბი მნიშვნელოვნად გაზარდა. ახლა კი ამ ლოგისტიკურ ჯაჭვს, როგორც სხვა დროსაც არაერთხელ მომხდარა, მოულოდნელად და უხეში მეთოდებით თავადვე ანგრევს. მძღოლები კი მოლოდინის რეჟიმში არიან. შეასრულებს თუ არა საგარეო უწყება, მათი დახმარების პირობას უახლოეს მომავალში გამოჩნდება.